იქნება თუ არა კვარაცხელია ძირითადში, რას ამბობენ პარის სენ-ჟერმენის და ლივერპულის მწვრთნელები? ვინ არის ახალი ვარსკვლავი პარის სენ-ჟერმენის პრეზიდენტის აზრით და რამდენით დააჯარიმეს შერმადინი? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულს დაუპირისპირდება. ნაპოლის რიგებში მყოფი ქართველის და ლივერპულის დაპირისპირება ყველას გვახსოვს, მაგრამ ალბათ ეს შეხვედრა უფრო კარგად ალექსანდრ არნოლდს ემახსოვრება. თუმცა ახლა ახალი ისტორიის დროა. რამდენიმე საათში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარის სენ-ჟერმენი ლივერპულს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ამის დასტურია თუნდაც ისიც, რომ ორივე შიდა ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში კი ფრეა. 2 პარიზელებმა მოიგეს, 2-ც ლივერპულმა. შეგახსენეთ, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრამდე ქართველის გუნდმა ლიგა 1-ში ლილი მარტივად 4-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ქართული შემტევის პარიზულ კარიერაში პირველად მოხდა, რომ მან ლიგა 1-ში თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ფრანგული მედია აქტიურად წერს, რომ ქართველი ლივერპულთანაც არ იქნება ძირითადში. თუმცა ეს რა თქმა უნდა, ლუის ენრიკეს გარდა ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. ამ თემაზე არა, მაგრამ ხვიჩას შეტევაში თამაშის შესაძლებლობაზე მერვედფინალური შეხვედრის წინ კიდევ ერთხელ ისაუბრა ფრანგული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და პარის სენ-ჟერმენის ნახევარმცველმა ჟუაო ნევეშმა. კვარაცხელიას მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია, ისევე როგორც 9 ნომერზე და მარჯვენა ფლანგზე. შეუძლია განსხვავება შექმნას 1-1-ზე თამაშისას. ჩვენს თავდამსხმელებს სწორედ ის გამოარჩევს, რომ მათ ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, მაგრამ გასულ სეზონში ნახევარფინალში გასვლა მოვახერხეთ. ახლა ვიცით, რომ ასეთ დიდ შეხვედრებში ემოციები უნდა მოვთოკოთ. ყველას უნდა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. ზოგიერთი ფეხბურთელი იმსახურებს თამაშს, მაგრამ შეიძლება ხვალ ვერ ითამაშოს. ზოგჯერ შემცვლელები შეხვედრის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია გუნდური თამაში. ყველას თავისი როლი ექნება. მათ, ვინც ერთ წუთსაც არ ითამაშებს. ლივერპული კი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მხოლოდ სალაჰი არ არის. ლივერპულს შეტევაში 3 მოიერიშე თვითმფრინავი ჰყავს და მათი შეჩერება ადვილი არ არის. თუმცა, თუ ჩვენს სტილს დავაწესებთ, ნაკლებად დავიტანჯებით. მიზანია მეტოქეს ვაჯობოთ და კონტრშეტევებზე ყურადღებით ვიყოთ. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო მოტივირებულები ვართ. სრულყოფილი გუნდია. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, რომ ვაჩვენოთ რა დონეზე ვართ. ლივერპულს საფრთხის შექმნა უბურთოდაც შეუძლია. ეს არის გუნდი, რომელიც შესანიშნავია დაცვაში, შეტევაში და პრესინგზე თამაშისას. ფურცალზე ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრაა, რომელიც შეიძლება ნახოთ. თუმცა, არ მგონია პირველმა შეხვედრამ განსაზღვროს ვინ გავა შემდეგ ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ჩვენი მეტოქეებისთვის რთულია ამ ატმოსფეროში თამაში და ვიმედოვნებ, რომ ამით ვისარგებლებთ. კვარაცხელია კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ფეხბურთელი და ბევრი თვისება აქვს. მის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ის გვყავს. აქ გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი კი ლუის ენრიკეა. მომწონს მისი ხედვა. იმას ვაკეთებთ, რასაც გვეუბნება. სალაჰის მსგავსი ფეხბურთელებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა კი ბურთის ფლობაა. ვეცდებით ბურთი რაც შეიძლება დიდხანს გქონდეს. ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია. შეხვედრამდე მედიასთან ისაუბრა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, რომელსაც რა თქმა უნდა საუბარი ქართულ შემტევზეც მოუწია. უფრო კონკრეტულად კი მაშინ, როდესაც მას ჰკითხეს წარსულში ლივერპულის მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე. არ მაქვს უფლება ვთქვა, ვიყავით თუ არა დაინტერესებული კვარაცხელიათი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ის დიდებული მოთამაშეა. წავიკითხე ენრიკეს კომენტარიც. მან თქვა, რომ ლივერპულს ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავს, მაგრამ არც ბარკოლა და კვარაცხელია ანელი. ჩვენ გვაქვს გეგმა, ისევე როგორც პარის სენ-ჟერმენს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რაც გასულ თვეებში კარგად გამოჩნდა. ამ სეზონში გოლები ორივე გუნდს გააქვს და მსგავსი სტილით ვთამაშობთ. ყველა სიამოვნების მოლოდინშია, ვისაც ფეხბურთი უყვარს. საინტერესოდ დაპირისპირებას ველი. ლუის ენრიკემ დიდებულად იმუშავა. ფეხბურთელთა ინდივიდუალური პერფორმანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ორივე გუნდის შემტევები ბრწყინვალე ფორმაში არიან. ვფიქრობ, პარის სენ-ჟერმენი იმაზე უკეთეს ფორმაშიც კია, ვიდრე გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული ნებისმიერი გუნდი. მადლობა ენრიკეს შექებისთვის, მაგრამ საუკეთესო გუნდმა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს და ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ამ მომენტში ევროპაში საუკეთესო გუნდი რეალია, რადგან მათ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ასევე ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა პარის სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა. ის ამბობს, რომ მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება არაა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ამის შესაძლებლობა აქვს.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, თუ ვის თulis ის ახალ ვარსკვლავად. ღიად ვაღიარებ, რომ 5 წლიანი გეგმა შეცდომა იყო. 2011 წელს შემოთავაზებული ეს გეგმა მიზნად ისახავდა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგებას. თუმცა კლუბმა მიზანს ვერ მიაღწია. მიუხედავად ვარსკვლავური ფეხბურთელების შეძენისა. თუმცა შეცდომებზე ვისწავლეთ. ბოლო 5 წლის განმავლობაში 3-ჯერ გავედით ნახევარფინალში, ერთხელ ფინალში. ასე რომ, საკუთარი თავის ზღვარზე ყოველთვის ვიყავით. თუ მკითხავთ, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება არის თუ არა, ვიტყვი რომ არა. მაგრამ თუ მკითხავთ, გვინდა და შეგვიძლია თუ არა ბრძოლა, ვიტყვი რომ დიახ. გვინდა შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, სიამოვნება მივიღოთ და ნამდვილად გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ ეს შევძლოთ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. წელს, მომდევნო წელს ან 8 წელიწადში. Paris Saint-Germain-ის ახალი ვარსკვლავი არა კონკრეტული ფეხბურთელი, არამედ გუნდია. და ძალიან ვამაყობ, თუ როგორ შევცვალეთ კლუბის ფილოსოფია ასეთ მოკლე დროში. გუნდური სულისკვეთება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ ხვიჩე კვარაცხელია Paris Saint-Germain-ს იანვარში შეუერთდა და დღემდე ყველა ტურნირზე არც შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე პასი დააგროვა. თქვენ რას ფიქრობთ? იქნება თუ არა ქართველი ძირითად შემადგენლობაში და რა ანგარიშით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი ესპანეთი და ჩვენი ახალგაზრდა ძიუდოისტების წარმატება. მალაგაში ჩატარებულ ევროპის თასზე ჩვენმა ბიჭებმა 9 მედლის მოპოვება შეძლეს. 4 ოქროსი, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოსი. აუცილებლად გამოსარჩევია 90 კილოგრამი წონითი კატეგორია, სადაც ნახევარფინალში 4-ვე ქართველი ძიუდოისტი იყო და შესაბამისად 4-ვე медალი საქართველოში წამოვიდა. ასევე საინტერესო იყო 100 კილოგრამი წონითი კატეგორია, სადაც ქართული ფინალი შედგა. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა მედლების რაოდენობით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. აქვე გეტყვით, რომ 7 და 9 მარტს ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოისტთა შორის ტრადიციული გრან-პრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველ ტურნირზე იასპარეზებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ თუშიშვილი. ავსტრიაში გაემგზავრება მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კატო გრიგალაშვილიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროპის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა და თან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში. საქართველოს 7 კაცსა კი მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე მადაგასკარისა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებს. ამ ეტაპს პირველის მსგავსად სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის თამაში 7 მარტს, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები 8 მარტს გაიმართება. ორი ეტაპის ჯამში 8 საუკეთესო გუნდი მესამე ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელსაც 11 და 12 აპრილს პოლონეთი კრაკოვი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე საქართველომ 3-დან 1 თამაში მოიგო და მე-11 ადგილი დაიკავა. გიორგი შერმადინს კი პირობითი დისკვალიფიკაცია აქვს. ეს გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ქართველს 5 თებერვალს მანრესასთან შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო დაუწესა. შეგახსენებთ, რომ პირველ მეოთხედში საჯების მოქმედებამ შერმადინი გააღიზიანა. შედეგად კი დისკვალიფიკაცია მიიღო. საჯების მიმართ უბატიმცემულობის კიდევ ერთხელ გამოჩენის შემთხვევაში მას 2 შეხვედრის გამოტოვება და სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუმცა შერმადინი ჯარიმის გარეშე არც ახლა დაუტოვებიათ. ქართველი ფიბამ 10,000 ევროთი დააჯარიმა. თორნიკე შენგელია კი სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბს დაუბრუნდა და ვირტუს ბოლონიას მილანოს დამარცხებაში დაეხმარა. შეხვედრა ქართულის გუნდის სასარგებლოდ 86-80-ით დამთავრდა. შენგელიამ 19 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ვირტუს ბოლონია სერიას 15 მოგებითა და 5 წაგებით ტრენტოსა და ბრეშასთან ერთად ლიდერობს. მომდევნო ტურში კი ქართულის გუნდი 10 მარტს კონკურენტ ტრენტოს დაუპირისპირდება. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ქართულ სპორტსმენებს და თქვენ თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლოვე. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.